გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. კეთილი სულები, ნათელი სულები, ნამაზი სულები, რომლებიც წარგზავნილნი არიან ღმერთისგან, შემოქმედისგან, ჩვენთან მოდიან, იმიტომ რომ, როგორ თქვა, მოიტანონ რაღაც კარგი, რაღაც ლამაზი და რაღაც უკეთესი. დიახ, ისინი ჩვენთან მოდიან ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ასევე საუბრობდი მენტალურ დემიურგიაზე და რაც უფრო უკეთესი დემიურგები გვეყოლება, მით უფრო გაუმჯობესდება ჩვენი ცხოვრება, როგორც გარეთ, როგორც ჩვენი გარეგანი, როგორც გამოვლენილი, ასევე შინაგანი სამყარო. დიახ, მით უფრო უკეთესი იქნება ეს ყველაფერი, რაც უფრო უკეთესი დემიურგები გვეყოლება. ვინაიდან და რადგანაც დემიურგია ის, მენტალური დემიურგია ის, რომელმაც უნდა გვიჩვენოს გზა, რომელმაც უნდა დაგვანახოს. და როგორიც არის ჩვენი დემიურგი, იდეაში ამის მიხედვით აღიქმება მერე შეიძლება ითქვას, რომ როგორც გამოვლენილი, ასევე ჩვენი შინაგანი სამყარო. საინტერესოა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს სულები, რომლებიც ჩვენთან არიან წარგზავნილნი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ღმერთის მიერ, შემოქმედის მიერ. დიახ, ისინი ჩვენთან მოდიან, იმიტომ რომ დაგვეხმარონ. ისინი აქ ამიტომ არიან. და ამა თუ იმ ეტაპზე ისინი შეიძლება ვლინდებოდნენ სხვადასხვა სახით. როგორც ნათქვამია, ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ ადამიანის სახით, წიგნის სახით, სხვადასხვა სახით, მრავალნაირად შეიძლება ვლინდებოდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი დაფასება. არაფერია ადამიანისთვისო სულიერ განსწავლაზე უკეთესიო, უმჯობესიო და ეს მართლაც რომ ასეა. შესაბამისად, რა არისო ბედნიერებაო რაღაც მხრივ რომ მიკითხო, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უკვე ბედნიერება. ეს არის უკვე ბედნიერება, ვინაიდან და რადგანაც ამ კეთილი სულებით, ამ ნათელი სულებით და ამ ლამაზი სულების მეშვეობით, რომლებიც წარგზავნილნი არიან ღმერთისგან, ჩვენ გვაქვს შანსი და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, როგორ თქვა, შევძლოთ სრულქმნილება, გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი, ვიყოთ უკეთესები, ვიყოთ კარგები, ვიყოთ ლამაზები, ვიყოთ დღეგრძელები, ვიყოთ ბედნიერები. დიახ, საინტერესოა. ნამდვილად საინტერესოა. ეს რომ შევძლოთ კიდევ, უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფრის დაფასება. ამ ყველაფრის მიღება და აგრეთვე ამ ყველაფრის გაშვება. დიახ, უნდა შევძლოთ როგორც მიღება, ასევე გაშვება. ერთი სიტყვით საინტერესოა. და ყველას გისურვებთ, მათ შორის საკუთარ თავსაც, ამ მადლში ყოფნას.